ვშიშობ, რომ შენგენის ეპოქამ შესაძლოა კრახი განიცადოს. შენგენის კონცეფცია ღრმა კრიზისშია. არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის საბაბით გერმანიამ პოლონეთთან საზღვარზე კონტროლი აღადგინა. საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრებნი ამბობენ, რომ მათ უფლებებს, რომელთაც შენგენის ზონა ანიჭებთ, საფრთხე ემუქრება. საინტერესოა მაინც რა დევს სასწორზე. შენგენის ზონა წევრ ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის მოხსნის გარანტიას იძლევა. ამის წყალობით ევროკავშირის 450 მილიონი მოქალაქე, ასევე ევროკავშირში შემცვლელი ვიზიტორები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები თავისუფლად მოძრაობენ ამ ზონის ფარგლებში. შენგენის ზონა, რომელიც შეიქმნა როგორც ევროპული იდენტობის ფუნდამენტური მდგენელი, მოიცავს ევროკავშირის 25 წევრ ქვეყანას, ასევე ისლანდიას, ნორვეგიას, შვეიცარიასა და ლიხტენშტაინს. ყოველდღე 3,5 მილიონზე მეტი ადამიანი თავისუფლად კვეთს საზღვარს. რათა წავიდეს სამსახურში, სასწავლებელში, იმოგზაუროს ან ოჯახი მოინახულოს. შენგენის ზონა იმიტომ შეიქმნა, რომ შეემცირებინა ხარჯი, ხელი შეეწყო ნიჭიერი ადამიანების გადაადგილებისთვის, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისთვის, კულტურული კავშირების გაფართოებისა და ევროპელების დაახლოებისთვის. შენგენის ზონა მნიშვნელოვანია ერთიანი ბაზრისთვის. ის ამცირებს ბიუროკრატიას და უმარტივებს მიწოდების ჯაჭვს 32 მილიონზე მეტ ევროპულ ბიზნესს. მესამე ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც შენგენში შესაძლებლად ვიზა სჭირდებათ, შენგენის ვიზა უნდა მოითხოვონ. მისი მიღების შემდეგ შენგენის წევრი ყველა ქვეყნის სახელით მათ მხოლოდ იმ ქვეყნის საზღვარზე შეამოწმებენ, რომელსაც პირველად გადაკვეთენ. შენგენის ქვეყნებს შიდა საზღვრებზე დროებით შეუძლიათ კონტროლის აღდგენა იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული საფრთხე ემუქრება მის შიდა პოლიტიკას ან უსაფრთხოებას. ასეთ დროს ქვეყანა ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და საზოგადოებას. გერმანია პოლონეთის საზღვარზე გერმანიის მხრიდან კონტროლის აღდგენამ, რომელიც ბევრმა წაახალისა, ბევრმა კი ვისი ყოველდღიური საქმიანობა ღია საზღვარზეა დამოკიდებული, გააკრიტიკა, საზღვრისპირა რეგიონში დიდი ლოგისტიკური პრობლემა გამოიწვია. ისეთი, როგორსაც ხედავთ კიდევ ჩემს უკან. ამ რეგიონებში სამართლებრივი, სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებაც დაიძაბა. აი ასეთია იმ სასაზღვრო რეგიონის პორტრეტი, რომელიც გაურკვევლობას ებრძვის. მონაცემთა ანალიზის 37 წლის სპეციალისტი იაკუბი გერმანულ უბანში ცხოვრობს და მუშაობს. თუმცა იგი ქალაქის პოლონურ ნაწილში დაიბადა. მას ხშირად უწევს საზღვრისკვეთა და ახალმა გარემოებამ პრობლემები შეუქმნა. Mieszkam po tej stronie rzeki w Niemczech. მე მდინარის გერმანულ სანაპიროზე ვცხოვრობ, ჩემი მშობლები კი მდინარის გაღმა. როცა მათთან მივდივარ, სულ ვფიქრობ, მანქანით წავიდე თუ Czy ფეხით. jednak pójść na piechotę. Taki dzień jak არის dzisiaj. დღეები მაგალითად დღეს, როცა არავითარი პრობლემა არ ვექნება, მაგრამ თუ წვიმს ან ცივა, ვეღარ მოვდივარ ოჯახის ანახავად. არ მესმის, რატომ აღადგინეს გერმანელებმა სასაზღვრო კონტროლი. საზღვარზე უკანონოდ გადასული ხალხის ნაკადი არ გაზრდილა აქ. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის უნდობლობა, რომელსაც მდინარის მეორე ნაპირზე მცხოვრები მეზობლების მიმართ იჩენება. Którzy mieszkają zaraz za rzeką. იაკუბმა პოლონეთის საზღვარზე გადაგვაცილა. უქმეებზე ან დღესასწაულებზე გერმანული კონტროლის გამო ამ ქუჩებში ხშირად ქაოსია. სასაზღვრო გამშვები პუნქტის მახლობლად მდებარე სანაყინის იტალიელი მეპატრონეც უკმაყოფილოა. ქალაქი მთლიანად ბლოკირებულია. ძალიან გვირთულებს მუშაობას. რატომ? იმიტომ რომ მომხმარებელი ვეღარ მოდის ჩვენთან მანქანით. ვინც აქვე არ ცხოვრობს, ჩვენთან ვეღარ შემოდის. პოლონეთის მხარეს მცხოვრებნი ხელმოწერებს აგროვებენ საპროტესტო პეტიციაზე, რომელიც ევროკომისიას უნდა წარუდგინონ. იაკუბი უფრო შორსაც წავიდა. მან გერმანიის მთავრობას უჩივლა. Zdecydowanie uważam, że decyzje ვფიქრობ, რომ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება ზღუდავს ჩემი გადაადგილების თავისუფლებას სასაზღვრო რეგიონში. rejonach, więc დადგა დრო, როცა ევროპელებმა უნდა გავარკვიოთ, მაინც რა გვინდა. გვინდა ისევ ვიცხოვროთ ევროპაში საზღვრების გარეშე, თუ გვირჩევნია მე-20 საუკუნის დაყოფილ საზღვრებს w დაუბრუნდეთ. Europie bez granic, czy wolimy wrócić do რომ შემეძლოს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელთან საუბარი, ვკითხავდი, ღირს ეს ყველაფერი იმად, რა სარგებელსაც იღებენ. wsi. ეს კითხვა გერმანიის ფედერალურ პოლიციას გადავეცით. ისინი ერწმუნებიან, რომ ძალიან ბევრს მუშაობენ, რათა მათი კონტროლი რაც შეიძლება ნაკლებად აისახოს მოქალაქეებზე. მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ მათი ლეგალური მანდატი ჯერჯერობით ძალიან ეფექტიანი გამოდგა. Unsere Maßnahmen verfolgen insbesondere das Ziel,
ჩვენ მიერ გატარებული ზომების მიზანი ის არის, რომ ამოვიცნოთ როგორც უკანონოდ შემოსულები, ისე მათი შემომყვანები და ამით ავღვკვეთოთ უკანონო მიგრაცია. ძალიან ხშირად ვაპატიმრებთ საეჭვო ხალხს, მაგალითად, ჩემმა დეპარტამენტმა ამ წლის მაისში დააკავა 175 ადამიანი, რომლებიც საცხოვრებელი უფლების მოთხოვნას არღვევდნენ. გარდა ამისა, ჩვენი ანგარიშის მიხედვით 151 ადამიანმა სხვა ტიპის დანაშაული ჩაიდინა. Menschen angezeigt, weil sie andere Straftaten begangen haben. ამ სტატისტიკის მიუხედავად, იაკუბი ფიქრობს, რომ მის მიერ გერმანიის წინააღმდეგ შეტანილმა სარჩელმა შენგენის წევრი ქვეყნები და ევროკავშირის ინსტიტუტები უნდა გამოაფხიზნოს, რათა მათ არსებულ მიდგომას გადახედონ. თუ ჩვენ მოქალაქეები არ ავიღებთ საქმეს ჩვენს ხელში და არ მივახვედრებთ მთავრობებს, რომ ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გვიღირს მისთვის ბრძოლა, მაშინ ვშიშობ შენგენის ეპოქამ შესაძლოა კრახი განიცადოს. ჩვენი რეპორტაჟის მომზადებიდან 6 დღის შემდეგ თავის მხრივ პოლონეთმაც განაცხადა, რომ დროებითი სასაზღვრო კონტროლი აღადგინა ლიეტუვასა და გერმანიასთან. ვითარება უარესობისკენ მიდის. ხომ არ ნიშნავს ეს შენგენის ოცნების დასასრულს. სახელმწიფოებს მართლაც შეუძლიათ სასაზღვრო კონტროლის აღდგენა განსაკუთრებით მძიმე ვითარების დროს. ყველაზე დიდი საკანონმდებლო და ასევე სიმბოლური პრობლემა ის კი არ არის, როცა სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს, არამედ ის თუ რატომ იღებს და როდის. ამბობს ევროკავშირის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა პოლიტიკის ექსპერტი. ყველა კონტროლი განსაკუთრებული გარემოების დროს უნდა დაწესდეს და რა კი მას დროებითი აღდგენა ჰქვია, ის არ უნდა ჰგავდეს სამუდამოს, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში უკვე 10 წელია მოქმედებს სასაზღვრო კონტროლი. მაინც რისი გაკეთება შეუძლიათ მოქალაქეებს, რათა შეინარჩუნონ შენგენის პრინციპი. მათ შეუძლიათ ევროკომისიაში უჩივლო მთავრობას და ასეც იქცევიან, იმისთვის რომ ის არ იცავს ევროპულ კანონმდებლობას. და მერე ევროკომისიას შეუძლია ჩაერიოს და დაიწყოს სასამართლო დავა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში. მაგრამ თუ ძალიან ბევრი ქვეყანა დაარღვევს ამ წესს, ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროკომისია ჩაერება. ევროპულ სასამართლოებში მთავრობა ვალდებულია გადაიხადოს ევროპული კანონის დარღვევის საფასური. როგორც წარმოგიდგენიათ, რომ ამდენი ქვეყანა იხდიდეს ჯარიმას. დიდი ალბათობით შეეცდებიან თავად ევროპული რეგულაცია შესვალონ. შენგენის ზონის წევრების თითქმის ნახევარმა უკვე აღადგინა კონტროლი შიდა საზღვრებზე. როგორც ჩანს, შენგენის ხელშეკრულების 40 წლის თავზე უფრო მეტი რამაა გაუგებარი ვიდრე გასაგები.